საქართველოში ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში საფუძველზე პირველი ლიცენზირებული მონტესორის საბავშვო ბაღი გაიხსნა. ესაა ბავშვთა ადრეული განათლების განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც იტალიელმა პედაგოგმა, მეცნიერმა ფილოსოფოსმა მარია მონტესორმა მე-20 საუკუნის დასაწყისში დააფუძნა. მონტესორი პირველი ქალი იყო იტალიის ისტორიაში, რომელმაც მედიცინის კურსი დაამთავრა და ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ატარებდა. თუმცა მისი ნამოღვაწარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის სრულიად განსხვავებული მეთოდი და ფილოსოფიაც, რომელიც დღესაც მრავალ სკოლაში გამოიყენება მთელ მსოფლიოში. ამ სასწავლო სეზონიდან კი უკვე თბილისშიც. მონტესორის საბავშვო ბაღმა თბილისში პირველი აღსაზრდელები მიიღო, პედაგოგებს 6 თვიანი გადამზადების კურსი გაუვლიათ. რას გულისხმობს მარიამ მონტესორის აღზრდის მეთოდი? ამის გასარკვევად მოვიწვიეთ დღეს სტუმრები. ნინო კიკნაძე, მონტესორი უნივერსის, ასე ქვია, ხო? საბავშვო ბაღს თანადამფუძნებელია. ჩვენთან ერთად მადლობა რომ მობრძანდით, მადლობა ანია ხალკაც, რომელიც გენერალური მენეჯერია ამავე ბაღის და ზურა ვარდიაშვილს, როგორც მშობელს მივესალმები დღეს ჩემს კოლეგას, პუბლიკას თანადამფუძნებელსა და დირექტორს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ იმ პლატფორმაზე ხართ, რომელიც ძალიან ხშირად მშობლებს აწვდის ინფორმაციას სასწავლო მეთოდებზე, განსაკუთრებულ მეთოდზე კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის საუბარი. ზურა, სანამ შენგან გავიგებ, რა იყო ამოცანა, როდესაც ბავშვი ბაღის ასაკში ყავს და უნდა მიიღო გადაწყვეტილება საჯობია, რა ჯობია და როგორ აუცილებლად დაგებრუნდები, მანამდე ეს მეთოდი ყველა დაინტერესებულმა მშობელმა შორიდან ვიცოდით აქამდე. აქამდე არ იყო, ხო, დანერგილი ესე ლიცენზიით თან. ეხლა გაიხსენით, ხო, სექტემბერში. მე გავიგე რამდენიმე დღის წინ თქვენ შესახებ დავინტერესდი და ძალიან მინდა რომ მაყურებელს უამბოთ, რა განასხვავებს აი ამ ქალის მეთოდს, რომელზეც მოკლედ უკვე ვისაუბრეთ. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ თვითონ ეს მარია მონტესორი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, იყო ექიმი და ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი და ძალიან აქტიურად უკვე მე-20 საუკუნიდან მისი მეთოდით გაიხსნა ათასობით საბავშვო ბაღი და სკოლა მთელ მსოფლიოში. არის ერთ-ერთი ყველაზე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გამართლებულ მეთოდად ბავშვთა ადრეულ განათლებაში დღემდე. საქართველოში მონტესორის მეთოდს ბევრი საბავშვო ბაღი მიყვება, ანუ მეთოდის კუთხით ჩვენ არა ვართ პირველები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო ფრაგმენტული, იმიტომ რომ მონტესორის მეთოდი, რომელზეც ძალიან დეტალურად ისაუბრებს, არ არის მხოლოდ მეთოდი. ეს არის ამ მეთოდის თანმხლები, საშუალებები, რომელიც არის მასალები, გადამზადებული პედაგოგები, გარემო, რომელიც ბავშვს უნდა დახვდეს, გარემოში იგულისხმება ინფრასტრუქტურა და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით, რომ ეს შევთავაზოთ ბავშვებს 2-დან 6 წლამდე და ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ იმ მიზანს, რომ ეს ბავშვები იყვნენ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის გრძნობით ახსავსენი და ღირსეული მოქალაქეები. ბაღი გაიხსნა ერთი თვეა, არის ლისის წრესთან, ლისის ტვისთან. იცით რა, რამდენ ბავშვია გათვლილი და უკვე ვინც გაიგო, აი ჯერ ხო არ იყო გახსნილი, თქვენ გიწევდათ ჯერ დაუწყებელ საქმეზე საუბარი, ხო? რამდენად ბევრმა იცოდა ამ მეთოდის შესახებ და რამდენმა მშობელმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი მოეყვანა თქვენთან, აი ესეც საინტერესოა. იცით რა, მეც მაგალითად სანამ საფუძვლიანად დავიწყებდი ამის შესწავლას, მეც ბავშვი მყავს 9 წლის, ბუნდოვნად ვიცოდი და სულ რაღაცას ვკითხულობდი, მაგრამ ვკითხულობდი ფრაგმენტულად და არა იმ სახელმძღვანელოებით, რომელზეც ეხლა ჩვენ რეალურად გვაქვს წდომა და შეხება. ვკითხულობდი, თქვათ, ინტერნეტში არსებულ საშუალებებს, რაც არის მხოლოდ ამონარიდები იმ ძირეული მასალიდან, რაც მარია მონტესორმა შექმნა, ხო? და ეს არის მთელი ტომები წიგნების, რომ რეკავდნენ მშობლები რეგისტრაციისთვის და როდესაც თავიდან ინფორმაცია გავავრცელეთ, რომ ხსნით ოფიციალურ მონტესორის
მონტესორის ბაღს. რა თქმა უნდა, ყველა ამბობდა, რომ იცის მონტესორის მეთოდი, მაგრამ მე საუბარში ისეთ კითხვებს გვისვავდნენ, რომ ნათელი იყო, რომ მათ მხოლოდ იციან სახელწოდება მონტესორის მეთოდი. იმიტომ რომ ის კითხვები სრულიად არარელევანტური იყო მონტესორის მეთოდთან. მადლობა. ანი, თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ, აი მე რო გავიგე, რომ ამ ბაღის გასახსნელად 6 თვიანი კურსის გავლა დაჭირდა თანამშრომლებს პედაგოგებს, ვიცი რომ თქვენც, ხო, ასევე. აი თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ, რა ვალდებულებებია აი ამ ლიცენზიის ქვეშ, რას გასწავლიან, რას გიხსნიან, ოღონდ კონკრეტულად. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რას მოიცავს ეს 6 თვიანი კურსი? 6 თვიანი კურსი არის საკმაოდ ინტენსიური. იმ კუთხით, რომ ეს არის ონლაინ გადამზადების კურსი, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სწავლების და ზოგადად ბავშვთან დამოკიდებულების კუთხით, ისე კონკრეტულ სახელმძღვანელოებს, რასაც ჩვენ მივყვებით, ვთარგმნით და ვსწავლობთ ჩვენ თვითონაც და ვასწავლით მასწავლებლებსაც. სახელმძღვანელოებიც სხვა და თავისია. თქვენ რადგან დეტალურად გთხოვთ ავხსნათ რას გულისხმობს მონტესორის საკლასო ოთახი, მე გეტყვით რა განზომილებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის პრაქტიკული ცხოვრების კუთხე. აქ არის ძირითადად აი ესეთი პატარა სამზარეულოები, როგორც ფოტოზე ჩანს და აი ამ სველი წერტილის გარშემო არის მოწყობილი ის სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ საკუთარ თავზე და გარემოზე ზრუნვას. ანუ აქ არის ყველაფერი, რაც პრაქტიკულ ცხოვრებაში ყოველდღიურად ადამიანს დასრულსაც სჭირდება და ბავშვი ეჩვევა ამას 2-3 წლის ასაკიდან. აქ იგულისხმება რა ვიცი, ძაბრის გამოყენება, საცერის გამოყენება, დავშვათ კოლზის ხმარება, ღილების შეკვრა, ელვის დამაგრება და ასე შემდეგ. ანუ ერთის მხრივ შეიძლება ძალიან მარტივი სავარჯიშოებია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს ძალიან იზიდავთ ერთის მხრივ წყალთან ურთიერთობა, მეორეს მხრივ ლაგების პროცესი და ხშირად როგორც ჩანს სახლში ამის შესაძლებლობა არ აქვს, იმიტომ რომ ბაღში ეს მათთვის ერთ-ერთი იმიტომ რომ სახლში ძალიან ხშირად დედები, ბებიები, ძიძები ხო არ აძლევენ ამის გასაკეთებელ საქმესაც ზედმეტად ვაკეთებთ. აქ აი ამ პრაქტიკული დამოუკიდებლად უნდა წადონ, ხანდახან არ ვაცდით და დათუ ვაცდით ძალიან. დიახ, აქ ამის საშუალება აქვს. ზოგადად ჩვენი საკლასო ოთახი არის და პედაგოგებიც გადამზადებული იმისთვის, რომ ყველაფერი არის ხელმისაწვდომი ბავშვისთვის, თუ შეამჩნევთ, რომ ყველაფერი არის ბავშვის სიმაღლის, ყველა თარო არის ღია, ბავშვი სრულად ხედავს რა არის წარმოდგენილი თაროებზე, იცის რაცად არის და არის შენარჩუნებული იდეალური წესრიგი, იმიტომ რომ მარია მონტესორი ამტკიცებდა, რომ ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილება დაბადებიდან არის წესრიგისადმი მიდრეკილება, როცა ბავშვს აქვს დალაგებული მშვიდი გარემო, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ის კარგად განვითარდეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვზღუდავთ ბავშვი რომ მოდის, თვითონ ირჩევს რა აქტივობით დაკავდეს. შეიძლება ეს იყოს პრაქტიკული. ეხლა მე ამ მეთოდზე აქამდე რაც ვიცოდი და ყველაზე მეტად ხიბლავდა, ხა ძალიან ჩახედული არ ვიყავი, მაგრამ როგორც სამიშვილის დედას, რა თქმა უნდა მაინტერესებდა და ხო, ხელმისაწვდომიც იყო რაღაც ნაწილობრივ ეს ინფორმაცია ჩემთვის. განსაკუთრებით მაინტერესებდა სულ, აი ვიცი რომ რაღაცა თუ სწორად ვიცი რომ არის ამ სივრცეში ხო რაღაც სხვადასხვა კაბინეტები და ბავშვი თვითონ ირჩევს რითი უნდა დაკავდეს. ანუ ეს არ არის რაღაცა გაწერილი გეგმა, რომ ამ საათზე ეს გვაქვს, იმ საათზე ამას ვაკეთებ. გეტყვით, გეგმა ზუსტად რო გვაქვს, მაგრამ მე გეტყვით, აი რადგან თქვენ კაბინეტები ახსენეთ და ასევე მასწავლებლის გადამზადებაზეც მოგცემთ ეს წარმოდგენას, ანუ პრაქტიკული ცხოვრების გარდა არის ასეთი სენსორული განვითარების მიმართულება, ძირითადად მონტესორის ტრადიციული მასალა, თუ რამე გინახავთ, აი ხის ვარდისფერი კუბები ან ყავისფერი პრიზმები და ასე გეომეტრიული ფიგურები, ყველაფერი არის სენსორული განზომილების მასალა, სადაც ბავშვი ეცნობა ანუ ფორმას, ზომას, კლასიფიცირებას, განსხვავებას, დიდის, პატარის ასე შემდეგ და ასევე სწავლობს შეგრძნებების საშუალებით, რომ აქ არის ძალიან ბევრი აქტივობა, რაც უკავშირდება სმენას, გემოს, ასე შემდეგ. ამის გარდა გვაქვს კითხვის სივრცე და წერა კითხვის და ვასწავლით. ანუ აქ არაფერი არ ხდება ძალდატანებით. ანუ ხშირად არის ხოლმე კითხვა, როცა ჩვენთან ახალი ოჯახები მოდიან, რომ აი თუ ასწავლით ლექსებს და სიმღერებს. ანუ ასე ძალდატანებით თუ ბავშვს არ უნდა, ჩვენ არაფერს არ ვასწავლით. ანუ რა თქმა უნდა, მასწავლებელი იქ რაღაც რო ზის კითხულობს, ან ბავშვები თვითონ ათვალიერებენ დაუშვათ კითხვის ზონაში სახელმძღვანელოებს, მაგრამ
თვითონ იმახსოვრებენ, რაც აინტერესებთ, ანუ აი ესეთ ძალდატანებით, რომ ჩვენ დავაზეპირებინოთ ლექსები არ არის. ამის გარდა გვაქვს ხელოვნების სივრცე და ძალიან საინტერესო მასალაა წარმოდგენილი მონტესორის ბაღში, იმიტომ რომ განსხვავებული ინსტრუმენტებია და ძალიან იზიდავს ბავშვებს მათზე დაკვრა. კონკრეტულად აი მაგალითად არის ესეთი სპეციალური ზარები და ჯოხით რო გააყოლებ ძალიან საინტერესო ხმას გამოსცემს. ასევე აი სხვადასხვა საჩხარუნოები და ანუ ამ მუსიკის მაგალითად, ხო, პერკუსია არ არის მთლად. პერკუსიის ჟღერადობა აქვს დაახლოებით. მისი ჯგუფი მაგალითად ოდნავ თუ ქვევით გააყოლებ ჯოხს, ერთი ტონით დაბალ ტონალობას გამოსცემს და მასე შემდეგ. კი ბატონო. ამის გარდა კიდე გვაქვს ბოტანიკის და ზოოლოგიის და ისტორიის და გეოგრაფიის მასალა წარმოდგენილი. ეს არის შინაარსი, რაც კლასში, ყველა კლასში იდენტურია მასალა, რაც გვაქვს და ეს ბავშვებს ხვდებათ. აქედან აი თავარი არის ხოლმე ის პირველი 2 კვირა, რასაც ჩვენ ადაპტაციის კვირას ვეძახით, როცა ბავშვი მოდის ბაღში პირველად.